შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. მესაყვირე მეხუთე. პიერ შამპიონ ხშირად იღიმება, მაგრამ ამავ დროს გულგატეხილიც არის. გულთბილი, ალერსიანი და ყრუ, დახშული ხმა აქვს. იგი დღენია და გოცნებობს. იგი თანამედროვეებთან როდი ცხოვრობს, არამედ წარსულის აჩრდილებთან. იგი თითქმის მუდამ ფართო კაშნეში არის შეფუთნილი. ალბათ იმის შიშით, ისტორიის ნესტიან წყვდიათში რომ არ გაცივდეს. ანატოლ ფრანსი. მესაყვირე სოფელ ვარევანის მაღლობზე დადგა. თითბრის ნაღარა ასწია, ბაგეზე მიიდო და შიგ მთელის ძალით ჩახბერა და ჯარისკაცთა შესაკრები დაუკრა. არტილერისტები სოფლიდან გამოცვივდნენ და მოედანზე შეგროვდნენ. ისინი უმცროსმა ოფიცერმა, ჯერ უწვერულმა ჭაბუკმა ცაგარელმა ზარბაზნების წინ დაამწკრივა. მოედნის ირგვლივ და ბანებზე ვარევნელნი გამოეფინენ. არავინ არ იცოდა მიზეზი ასეთი უეცარი შეკრებისა. 1000 რამეს ამბობდნენ. ბოლოს ოფიცერი ცაგარელი ჯარისკაცებს გამოუტყდა. ასპინძის ბრძოლისათვის ორდენებით გაჯილდოებენო. სანდრო ხოტივარს სიხარულისაგან ცახცახი დააწყებინა. ჯარისკაცები მოუთმენლად იცქირებოდნენ შტაბისაკენ. იქიდან კაპიტნის მოადგილე პორუჩიკი ბერეჟიანი გამოვიდა და ცაგარელმა ბატარეას სმენა უბრძანა. ბერეჟიანი ბატარეას მიესალმა. კოჭლობით წავიდა და მარჯვენა ფრთაზე დადგა. ბოლოს ჯარისკაცებმა ჩქარი ნაბიჯით მომავალი კაპიტანი ალექსიძე დაინახეს. კაპიტანს ოფიცრები, ექიმი, ჟურნალისტები, ერემო გოდებანიძე, გენადი ქადაგიშვილი, დათა კაჭკაჭიშვილი და სხვანი ამალასებრ მოჰყვებოდნენ. სახეზე ყველა სიხარულის ღიმილი მიჰფენოდა. ახლა ბერეჟიანმა ბრძანა სმენა და კაპიტანიც გაბრწყინებული სახით მიესალმა ჯარისკაცებს. გამარჯობათ ბიჭებო, გაუმარჯოს! შეძახეს ჯარისკაცებმა. კაპიტანი ბატარეის წინ მოედანზე გაჩერდა. ჯარისკაცებს მოკლე სიტყვით მიმართა და განაცხადა. გუშინ წინ 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმი დაიშალა და გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. გენადი ქადაგიშვილმა დაიძახა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ვაშა! ვაშა! გააბეს ძახილი ჯარისკაცებმა. კაპიტანმა ხელი ასწია, ვაშას ძახილი შეაყენა და კვლავ განაგრძო. თურქეთთან დროებითი ზავი დაიდვა. ამიერიდან საქართველოს სახელმწიფოს გერმანია მფარველობს. მოგილოცავთ ისტორიულ აქტს, საქართველოს დამოუკიდებლობას, გაუმარჯოს საქართველოს! ვაშა! 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 ისევ გააბეს ძახილი ჯარისკაცებმა. ქუდები მაღლა ისროლეს. მოედანზე თავშეყრილი და ბანებზე გადმომდგარი ვარევანელნი გაოცებით გაყურებდნენ ბატარეის ზეიმს. ამ საერთო ზეიმის დროს აღელვების გამო გაფითრებული და გამხდარი კაცი ერემო გოდებანიძე
კაპიტნის ამალიდან გამოვიდა და ბატარეის წინ დადგა. კაშნეში შეფუთულმა კაცმა სათვალე და ქუდი მოიხადა. თრთოლვარე ხელი შავ თმაზე გადაისვა და სიტყვის სათქმელად მოემზადა. ქუდების მაღლა შეგდება და ყიჟინა შეწყდა. ჯარისკაცები გასწორდნენ და მალე სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. ერემო გოდებანიძემ დიდი პაუზა გააკეთა. ჯავახეთის მთებსა და მახლობელ მიდამოებს თვალი მოავლო და მერმე დასჭექა. მამულიშვილნო, ჯარისკაცნო, მოქალაქენო, აჰა, მესხეთი, ჯავახეთი, ქართლის აკვანი, სადაც თამარის დიდებულის ხელით ნაგები და შემკობილი მონასტრები, ციხე-კოშკები, კლდეზეთ მდუმარეთ აღმართულნი, ურყევად მდგარნი ვით მოწინავე გუშაგები ქართლის დიდების, მისი ჯულისა, მისი სიბრძნის, შოთას გენიის, ქართლის აღდგომის მოწამენი გამხდარან ისევ ჩვენი ჯავახეთი ქართლის ბეღელი, თავის მშობელთან შეერთებას ხელგაშლით ითხოვს. მიხედეთ ხერთვის, მის ბუმბერას ციხე-კოშკებსა და ფრიად მაგარსა, ჯავახეთის მტკვართან ნაშენსა, სად მტკვარი ერთვის არტანულად წოდებულ მტკვარსა. კუმუდოს ტაძრის მშვენიერი გახსოვდეთ ნაშთი, შეხედეთ მთაზე აწვდილ ციხეს, გალავანს ვრცელსა, თმოგვს, კლდებრ მტკიცეს ეკლესიას, გამოქვაბულებს, უზარმაზარი ქვებით ნაგებ უმაგრეს ციხეს. ამ გზით შემოსულ და გასულ მტერს ელოდა ვაი, იყო ქალაქი შეუვალი, აწარც დაბა, გარნა სოფელი, უხეირო, ქურთ სამოსახლო, მაინც ქედმაღლად გადმომდგარა და მოგვიწოდებს. დაუბრუნეთო საქართველოს ძველი დიდება. კლდე ვარძიისა თუ გინახავთ, კლდე ბუმბერაზი, კლდეში შეჭრილი ეკლესია და სენაკები, 400 მღვიმე, 7 სართულად დალაგებული, ციცაბო კლდეში ოსტატურად გამოკვეთილი, ღვთისმშობლის ღამეს 1000 სანთლით გაბწყინებული, ლოცვა, ღაღადი, ნათლობა და ხალხის ღრეობა, სიმღერა, ცეკვა, ტაშფანდური, ხალხი, რომელსაც პირველ ქართველთან კავშირი არ გაუწყვეტნია, იმ პირველ კაცთან, ვინც პირველად ნახა ვარძია, იმ ქრისტიანთან, იმ წარმართთან ჩვენ დღესაც ვღრეობთ, ვეზიარებით დიდ ვარძიის შორეულ წარსულს, როგორ განკვეთეს და რა ხერხით კლდე, ბუმბერაზი, ვით გააკეთეს ამოდენა კლდეში ტაძარი და ან ამდენი სენაკები და მღვიმეები, იმ ტაძრის ტალანს თუ ჩაჰკეტავ რკინის კარებით, ვარძიის ციხე მტრებისათვის შეუვალია, ახლად შიგარის ჩაკეტილი 2 სოფელი, მას ეფარვიან და თურქები ვერ ასაკლებენ. ვარძიის უცხო ეკლესია და სენაკები თამარმა ხელყო ახშენებათ, შეამკო დიდად და ქართლს დაუდო მეწინავე ციხესიმაგრე. იქ შეიკრიბა რუქნადინთან ბრძოლამდე ადრე მამაც ქართველთა მხნე ლაშქარი და იქ თამარმა იწყო ვარძიის ღვთისმშობლის წინ ცრემლით ვედრება. დამყის წარგზავნა ბასიანში დიდი ლაშქარი, სოსლან დავითი და სპამისი და სხვა დროშები. ახლა რაღა ეს შეკრული ოდესღაც ყოვლის წესიერებით და სიმდიდრით დიდი ვარძია,
გაუქმებული, цариელი, იავარქმნილი, სადაც ქურთნი მწყემსნი ძველ ტაძრებსა და სენაკებში ერეკებიან ცხვარს და ნახირს და ყველაფერი არის წაბილწულ უპატრონოთ მიტოვებული. აწვეპატრონოთ წმინდა ადგილთ, სათაყვანებელთ, ნუ მივცემთ თურქეთს საქართველოს გასაოხრებლად, არამედ მივცეთ მას ნუგეში და აღვადგინოთ, დავუბრუნოთ ერს ერობა და სახელმწიფო. მიხედეთ აწყურს, ახალციხეს, ფეხქვეშ გათელილს, ციხის გარშემო სწრაფად მარბენალ ფოცხოვის წყალში რავდნენ ქართველთა დამთხეული სისხლი ჩაღვრილა. დიდხანს იცავდა ახალციხე მესხეთის მიწას, მაგრამ გასწირა საქართველო ჟამთა სიავემ და ციხე იგი თვით თამარის ხელით ნაგები ბოლოს შეიქმნა ჩვენს დამღუპალ თურქთა სიმაგრედ, რომელიც მერმე მთელ დანარჩენ საქართველოზე მტრის ურდოს ქართლში თარეშობას უადვილებდა. და რა დღეს ის ქართლის ძველი ციხე ქალაქი, უცხო ტომების სამყოფელი, ყაფან ბაზარი, ასპინძის ომის მებრძოლებო, ჯარისკაცებო, ისევ აქ ვიბრძვით, წინაპარნი, სად სისხლს ახვრიდნენ, რათა დაეცვათ საქართველოს მიწა და წყალი, სად გამარჯვების სიხარული დიდი უგრძვნიათ, დამარცხებას კი მოუგვრია ჭმუნვა და გლოვა. იდუმალასთან თავს დაესხნენ თურქნი ქართველებს, მაგრამ ერეკლემ გაიმარჯვა ფიცხელ ბრძოლაში. რაოდენიმე ჩინებულით და შინაყმითა გასწირა თავის სიკვდილამდე და მტერის ძლია და მან ასპინძის მაღლობები კვლავ დაიჭირა. ასპინძის ძირს ველზე დაბანაკდნენ მაშინ თურქები, მარჯვენა მხარეს დიდი ხიდით მტკვარზე გასულნი. სწორედ იქ მოხდა შეტაკება ისტორიული. ქართველებს ხიდი აეყარნათ და როს თურქების ჯარი დამარცხდა და სახევი გზა გადაეჭრა და გაიჟლიტა. მტკვარის სისხლით მთლად შეიღება, მაგრამ არ ჰქონდათ დახმარების იმედი ქართველთ. რუსთ გენერალი ტოტლებენი იწადინებდა, რათა ერეკლე ჩამოეგდო მეფურ ტახტიდან და ქართველთ ჯარმა გამარჯვებით წინსვლა ვერ შეძლო და მხოლოდ ლამაზ ეპიზოდად დარჩა ასპინძა. სოფელი მყრალი, წაბილწული დღეს თურქისაგან, მაგრამ ქართველს ბედმა გაუღიმა და მიანიჭა თავისუფლება სანუკვარი. მთელი ევროპა დღეს საქართველოს სახელმწიფოს აღდგენაში მოგვეშველება და თურქთა ურდო ამიერით მას ვერ დაანგრევს. ძმებო, გილოცავთ საქართველოს მკვდრეთით აღდგომას, მარად სიცოცხლეს, გამარჯვება ვაშა სამშობლოს. დაამთავრა ერემო გოდებანიძემ თავისი სიტყვა. ერემო გოდებანიძე ავადმყოფი და აგზნებული კაცი იყო. მას ჭლექი სჭირდა. 2 კვირა გასულიყო, რაც სიცხეს აძლევდა, მაგრამ ფრონტს მაინც არ შორდებოდა. კაშნეში შეფუთული ეს გამხდარი და ჩონჩხად ქცეული კაცი იმდენად ნერვიული გახლდათ, რომ გაბრაზების დროს გიშზე მსგავსებოდა. რა ცოცხლებდა კიდევ ამ გამხდარ და ჭლექიან კაცს საკვირველი იყო, მაგრამ მასში ძლიერი სული და უჩვეულო ნებისყოფა ბუდობდა. იგი ნაკითხი, ფართო გონების და ფაქიზი გემოვნების მქონე კაცი იყო, თავისი რწმენის ფანატიკოსი.
საქართველოს წახდენით და დაცემით დაჯავრიანებული და გულმოკლული. იგი მაინც თავისი ქვეყნის აღორძინების იმედით სულდგმულობდა. ერემო გოდებანიძე პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მსმენელი, კურსდამთავრებული სტუდენტი იყო, მარის თაყვანის მცემელი. იგი ძველი ქართული ლიტერატურის დარგში მუშაობდა და მრავალი ღირსშესანიშნავი მიგნებები გააჩნდა. მას განსაკუთრებით რუსთაველი და მისი დრო იტაცებდა, მაგრამ არც ბერძნული და არც ირანული ენა და ლიტერატურა სათანადოდ არ იცოდა. გოდებანიძემ ლურსმული წარწერების გაშიფრვაც დაიწყო, თუმცა ძველ ხალხთა ენები არ იცოდა. ავიწყდებოდა, რომ უსაფუძვლო ჰიპოთეზებით გამაგრებული საეჭვო ალბათობა და დამაჯერებლობა მეცნიერებაში ფეხს ვერ მოიკიდებდა. ერემო გოდებანიძეს არ აკლდა გზნება, გატაცება, შემოქმედებითი მიგნება, ინტუიცია, ფაქტების გამოცნობის უნარი, რომლის მიხედვითაც ხშირად დათელმჭვრეთს ემსგავსებოდა და ჭაღარა ჟამის მიერ დამარხული და დამახინჯებული ფაქტები ისტორიისა გარდასულ ჟამის წყდიადიდან ახლებურად ანათებდნენ. მისი ნიჭის ნაკლი იყო მისტიციზმი და იმპროვიზაცია, რომლებიც ხშირად მეცნიერული კვლევა-ძიების ადგილს იჭერდნენ. იგი ზოგჯერ ფანტაზიის ჩვენებებს ისტორიულ სინამდვილედ ასაღებდა. ამიტომ გოდებანიძის ზოგი შრომა ამა თუ იმ ეპოქისა და ისტორიული პირის შესახებ ისე იკითხებოდა, როგორც ფანტასტიკური რომანი. ასეთი ფილოლოგი და ისტორიკოსი იყო ერემო გოდებანიძე. ამით ჩვენ მისი დამცირება სრულიადაც არ გვსურს. განა ასეთი ისტორიკოსები არ იყვნენ სახელგანთქმული ნიბური, მიშლე და სხვა მრავალნი. საქართველოს წარსული დიდებით აღტაცებული კაცის სიტყვა ჯარისკაცებს ტანში აჟღჟოლებდა. ერემომ პატრიოტული გრძნობით გამსჭვალა მებრძოლები, რომელთა სახეზე აშკარად ამოიკითხავდით მაშინ სამშობლოსათვის თავდადების ურყევ გადაწყვეტილებას. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მწუხარებას გამოთქვამდნენ რუსეთიდან საქართველოს გამოყოფის, გერმანიის ქვეშევრდომად მისი გადაქცევის გამო. ესენი იყვნენ ფრონტელი ჯარისკაცები, ბოლშევიკები და მათი თანამოაზრენი. მალე დაინახავთ, განაცხადა მიტო ჩიკვაიძემ, რა ბედნიერებას და ჯილდოს მოუტანს გერმანია საქართველოს ხალხს. ჟორდანიამ უკვე მიიღო ჯილდო მიუგო მეტონიძემ, გერმანელების მიერ ნაჩუქარი დამოუკიდებლობა. ჩვენი ჯილდო კი ხის ჯვარი იქნება. მიტომ განმარტა, ჯარისკაცთა უმრავლესობამ არ იცის საქართველოს დამოუკიდებლობის ფასი და რაობა. სახელდობრ ის, რომ მენშევიკები საქართველოს ხალხს ამ დღიდან რევოლუციური რუსეთისაგან თიშავენ და იმპერიალისტური ქვეყნების სამსახურში აბამენ. მას შემდეგ, რაც მენშევიკების და ქართველი ნაციონალისტების წყალობით საქართველო რუსეთს მოსწყდა და ჯერ თურქეთმა და მერმე გერმანიამ ჩვენს მიწაზე ფეხი დააბიჯა, ამიერკავკასიის ხალხთა შორის ქიშპობა და მძულვარება ერთი ასად გაიზარდა. უცხო ძალა ხელს უწყობს მის გაღვივებას. ჯავახეთში კორნელიმ კაცთ მოძულვარების ისეთი საშინელი სურათი ნახა, რაც მერმე არასოდეს არ დავიწყნია. გადამწვარი და განადგურებული სოფლები, დახოცილთა, ჩამოხრჩობილთა, წამებულთა და დამდუღრულთა გვამები. არტილერისტებმა ერთი სოფელი ინახულეს. ამ სოფლის მცხოვრებთა ნახევარი სომეხი იყო და ნახევარიც მაჰმადიანი. პირველი შეტაკების დროს
მაჰმადიანებმა გაიმარჯვეს და სოფლის სომხური ნაწილი ცეცხლსა და მახვილს მისცეს, ხოლო როდესაც სომეხთა მაშველი ჯარი მოვიდა, მაჰმადიანებს სამაგიერო მიესხო. სოფლიდან გამორეკილ გლეხებს ჯარისკაცებმა ნახევარი ადლის სიღრმეში სახელდახელოდ დაფლული გვამები მოათხრევინეს. საფლავების ახლოს მძორის სუნით დაგეშილი ძაღლები დაძრწოდნენ. საღამო იყო. ჯარისკაცები გლეხებს აჩქარებდნენ. მალე წერაქვები და ნიჩბები დახოცილთ მისწვდნენ. ერთი იქ დაფლულთაგანი 12 ან 13 წლის გოგონა იქნებოდა. ღრმა და შავი იარა აჩნდა კვინიხზე. მოწითალო თმის ნაწნავები გველის წიწილებივით დაკლაკდოდნენ ბეჭებზე. გოგონას ყვითელი ზედაწელი შერჩენოდა. წელსქვევით შიშველი იყო. ვერაგ მხეც ძუძუები მიუთლია და სარცხვენელ ასოში პალო შეურჭვია. ჯარისკაცები თავზარ დაცემული დაცქეროდნენ გოგონას, რომელსაც ცალი ფეხი მიწით ჰქონდა დაფარული, ხოლო მეორე შიშველი ტალახში ამოსვრილი და გასისხლიანებული. ღამე და დღე იყრებოდა. ნიჩბის ტარს დაყრდნობილი შავწვერა გლეხები თვალს არიდებდნენ გოგონას. გლოვით დამუნჯებულნი და შიშისაგან გამოლენჩებულნი გაჰყურებდნენ დასავლეთს. იმ მხარეს, სადაც მათთვის საძულველი ჯოჯოების, თურქების ბუნაგი ეგულებოდათ. კორნელი და მისი ამხანაგები ჭენებით წავიდნენ ვარევანისაკენ. თითქო ეროვნული შუღლით გონება დაბნელებული, გაბოროტებული და მხეცად ქცეული ადამიანების ნამოქმედარის ხილვას გაურბიანო. შავსა და ფხვიერ მიწაზე დათესილ ყანებზე გადაიჯირითეს. როდესაც ვარევანს მიუახლოვდნენ, იქიდან სროლა შემოესმათ. ჯარისკაცებმა იფიქრეს თურქები თუ დაესხნენ ვარევანსო. სროლას სოფლის განაპირიდან ქართული სიმღერა მოჰყვა. პატარეის ბიჭები ქეიფობდნენ, მღეროდნენ და თოფს ისროდნენ. კაპიტანმა ალექსიძემ სასტიკად დასაჯა ისინი. მათი მეთაური და თამადა მეფურგონე კოკო ხელაძე იყო. იგი ჯავახელ მასპინძლებს არ ზოგავდა, არაყით ილეშებოდა და უმსგავსოდ ცხებოდა. ხელაძისა და მისი ძმაბიჭების საქციელის გამო კორნელიმ და მისმა მეგობრებმა ჯავახელთა კარდაკარ სიარული მიატოვეს. ერთი უცქირეთ იმ ვერანას ნამუსი სულ დაკარგა. ბრაზობდა პეტრე და კოკო ხელაძეს აგიდებდა. როდესაც თურქებმა დროებითი ზავი ვერაგულად დაარღვიეს და საქართველოზე კვლავ გამოილაშქრეს, ბატარეამ ვარევანი დატოვა და ახალ ქალაქისაკენ გაეშურა. კოკო ხელაძემ თავისი მასპინძლის ჯალაბი მოჩარდახებულ ფურგონზე შესვა და სოფლიდან ისე გამოიყვანა. ასე აუნაზღაურა მასპინძელს მის სახლში ხშირი სტუმრობა კოკო. ბატარეა ახალ ქალაქის მცველ ჯარის მისაშველებლად მიდიოდა.